მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალისო და სახალხო შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ ჩვენ გადაცემაში მიიღოს მონაწილეობა, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინეთ ზაღლუკა rustavi2.com. ან მობრძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5-ია, ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე, რომელსაც ხედავთ თქვენს ტელეეკრანებზე. გადავიდეთ პატივცემულ კომისიაზე. თათია სულუაშვილი და ნიკოლა ზარაბიძე, გთხოვთ შემოგძანდეთ. გთხოვთ. უკვე სამი ვარ. უკვე როგორ შემოვდივარ, ხედავ როგორ მომყავ. უკვე სამი ვარ. კარგია, როგორ ახარ? კარგად. შენ როგორ ახარ, არ მინახი ხარ საერთოდ. კარგად, ძალიან. ამ სეზონზე პირველად. უბრალოდ კი. კი. შემოიწია ცოტა ცენტრი. უბრალოდ ეხლა თათია ისე მდგომარეობაში რომ ვერ ვედავები ვერაფერზე. არ შეიძლება. არაფერი არ შეიძლება. მაგრამ ცოტა ხანში ამის თმები იქნებ ველად გაქონდეს. ანუ თანხა რო გავცე, დიდი თანხა რო გავცე. შენ დღეს რაც გინდა ისქენი. ვერ მეტყვის, ხო? всё, შენ დღეს რაც გინდა ისქენი. კარგი. ყველაფრის უფლება დღეს გაქვს. ვარიგე ფულებს. შენ კიდე ცოტა რაღაცა ქენი ვიხ. აჰა. აი იქნება გვედავება ვიღაცა. არა, დღეს უნდა დავარიგო, всё. დღეს ვარიგე. ხელფას გადაგიხდის მე ისე დონეში. გამოსაკვები ადამიანი გთხოვთ და იკავოთ თქვენი ადამიანი. გაუთხილდი ამ გოგოს. ხო კომფორტულად, ხო? კი. თუს გამი შევაცვლები, არა, ხო? კარგია, კაცო. გადასარე ხო ხარ კარგად. კარგად. სანამ პატივცემული კომისია მოთავსდება, მე ტრადიციულად ბორცს ავხსნი. მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჟიურის წევრების სახეებს, ღიმილი არ გამომეპარება, სამი ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ დროისათულა დაიწყო, თეთრი რომ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეცინა და ფულები გადის შავი სეიფიდან. დავიწყოთ. სად ვართ? სტოპ! შეამოწმე. ვაშლი. არის? ხო? 5 10 15 26 ლარი არის? 26 ლარი და ხურდები. ხურდები კარგია. თანხადებს. საკმარისი. ხადებს. ველოდებით შეგვიძლია დავიწყოთ. გამოსვლას. ჩვენი დავიწყოთ. პირველი მონაწილე. აბა ვარლამ გოდუაძე. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო ვარლამ, გამარჯობა. თქვენი რაც კარგია გისურვებთ. იცოს. ჩამთელათა კარგად იყავით. გოდიში ერთი წუთით. აი თქვენ ჟურნალსაც ევატარებთ. მე და იმისაც არ დაწყვეტ. ჩემსაც? ვიყიდით. აბა როგორ? რა თქინდათ? ამე რა მინდა და ვკითხილობ. და როგორი შეცვლა გავხდარი აქვს უკვე. მაგრამ ესე კი მე ვარ. რატო ატარებთ თუ რა მე რა მო- რატო იღლებით თო რასატრევი მე ვარ. როგორ მე მომეცი. კი ბატ დავიჭერ. აი, ყველა ნახოს. გადავარეთ თვალი. ბატონო ვარლა პირველ რიგში სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ 91 წლის ბრძანდებით 91. 21. აში. სასიამოვნოა რომ გაქვთ იუმორის გზნობა განწყობა ქუთაისში ცხოვრობთ სოფლის მეურნეობით ხართ დაკავებული საყვარელი ცხოველის საქონელი დედა. ხაში გიყვართ და ზედლავაში გიყვართ რაც თავარია შვილიშვილებს ურიგებს მოგებულ თანხას. აი ძალიან მინდა რომ მოიგოთ. შეგვიძლია დავიწყოთ. თქვენ მორჩით. წარმატება ვუსურვოთ ბატონ ვარლამს და შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონო ვარლამ, წესები ვიცით. კი. უნდა გაგიმეოროთ, მაინც პირველი მონაწილე ხართ. 5 წუთი გაქვთ. პირველია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარი და მეხუთე 1000 ლარი. წარმატებული წუთის შემდეგ თანხა შეგიძლიათ აიღოთ და წაბრძანდეთ. თუ გააგრძელებთ თამაშს და ვერ გააღიმებთ ამ ადამიანებს, თანხას დავკარგავთ. გასაგებია. გასაგებია. შესავალი ხომ არ გნება თუ დავიწყო? არაფერი შესავალი არ მინდა. მაშინ მოვემზადოთ. თუ შეიძლება მე დავამატე თუ კარგი ხასიათზე ვიქნებ. თქვენი ნება, თქვენი ანუ თუ ნება. მოიგებთ. მაშინ მოვემზადოთ. 3 2 1 კახელმა იყიდა ძროხა. ექიმს მიუყვანა ორი თვრის შემდეგ. უთხრა რომ ეს ყველაფრად კარგი არის. იწველება ბურჩი არ არის არაფერი, მაგრამო ბუღას რომ მოიყვანო, უკანალი დაჯდებაო და არ ინძრევაო. მე ექიმი მავუთხრა რომ ესო ქიშიღიში ხوار გიყიდიაო და საიდან მიხვდიო და მე ოჯახობა მომყავს იქიდან. კახელმა სიდერი ნიკოლოს გაეცინა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა გვიან გაეცინა და სხვა მიხვდა, გადახარშა, წარმოიდგი. მოკლედ, ფაქტი ერთია, რომ 50 ლარი თქვენია. გილოცავთ. წინა სილარია ვაგრძელებთ თამაშს. მე ახანე 100 მიზერია და ერთ ცოტა ხარ მაინც მაცადეთ. ანუ თამაშობთ.
შესავალი თუ პირდაპირ? კი ბატონო. ჩართო? კი, ჩართო. 3 2 1 გურული და ფრანგი საუბრობდნენ. ჩვენო ძალიან ხალების მოყვარულოთო ფრანგი ეუბნება. ჩვენო პირველათო დავიწყებთო, ხელზე ვკოცნითო, მე ლოღაზე და მე რაღაცაო და გურულ მეგლელმა უთხრა, შეჩერდიო. რავაო და ჩვენ ამასობაშიო სამშობიეროდან მოხვალს ხალიო. არა. კახელმა სიედრი მოიგიდა ზურგზე. და მამხანაკმა უთხრა, სად მიდიხალო და ვენახი უნდა მოწამლო. ტელეფონზე რეკავენ. ფსიქიატრი არის? არა, ბინა არისო, მაგრამ თუმცა მე სიედრი ვიყავ ფსიქიატრი და მობძანითო. არა. ნიკოლოზ გაეცინა. ნიკოლოზ გაეცინა. გითხრათ ახლა ამ ანეკდოტებზე გამაცინა, ამბილად არა, სხვა რამეზე გამაცინა. ველოდება, ხო? როდის გაგე? ეს ანეკდოტები საკმაოდ ცნობილი ანეკდოტებია ჩემი აზრით. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ გაგეცინა. 100 ლარი თქვენია ბატონო ვარლა. შეკითხვა. ვაგრძელებთ თამაშს. მომისმინე, კი. ჩავთო დრო. ძანე. 3 2 1 ხალები საუბრობდნენ. რავო და ჩვენ ესე იგი ჩვენ სოფელშიო ეს მთელი სოფელი მოიწამლაო. რითიო და სოკოთიო. მე როგორ მოხდა ეგიო და ჯერო პირველათო ჩემი მეზობელი მოიწამლაო და მე ისინიო. არის ეცინა, მე ისინი ჩვენი. მარო ვორსულად არის. და ქმარის ვერ უწევს პატნიორობას. ხორმა აიღო და მიცა 50 ლარი და წადი გაიარეო. დაბრუნდა და 40 ლარი მოუტანა. ეს რატო მოიტანა, ასე ცოტაო და რატო ხარჯეო და რაოდო და ასე ვიყავი ჩვენ მეზობელთანო და მაგისო მე რო გააგებია იმას ხო? მაგის ქმარსო მე უფასოდ ემსახურებოდიო და შენ ფული ვერ გახდებია ხო? არა. საკარგი ძალიან ცუდი ერთი წუთი ამოიწურა ისტორია იყო ცოტათი გრძელი თან ერთი ისტორიის იმედზე ყოფნა არ შეიძლება შენ ხარ ჩემი ბატონი ბატონო ვარლამ ისმენ დიდი მადლობა რომ მობრძანდით ურმესი მადლობა გული არ დაგწყდეთ აი ეს აპლოდისმენტები თქვენ არ გაგზავნოთ ძალიან კარგი გადაცემა არის მე არ გამიმართლა მაგრამ მე დიდი მადლობელი ვარ მაინც რომ მინიღეთ მაგერმა და მომძან მივედი თქვენ ძალიან სამწუხაროა როცა მაგრამ მე პირველი გაცინების შემდეგაც თქვი რომ ძალიან ცნობილი ანეკდოტებია ეს ყველა და აქ ამ სტუდიაშიც მოგვისმენია რამოდენიმე მათგანი არაერთხელ კი ბატონო ასე რომ თან ერთი ისტორიის იმედზე ყოფნა ჩემონიკოს ცოტა ჩემი აზრით ისე უნდა შევარჩიოთ რომ ან უნდა იყოს განსხვავებული ან რაღაც განსხვავებული თხრობის მანერა უნდა გქონდეს ან რაღაც ეთახმები ნახოთ აბა შემდეგი მონაწილე რას იზავს შემდეგი მონაწილე ნორა ქათამაძე აპლოდისმენტები გამარჯობა მოგესალმებით ჩემო გვიტებო გამარჯობა ქალბატონო მოგესალმებით ანუ კარგი დედამთილი ხართ იდეალი ქალი და კაცი ჩემი ბიჭი და ჩემი რძალი აი უნიკალური რძალი მყავს ნამდვილად დედამთილებო ხო და აი ესე დააფასეთ ძლები აუ ჩემი რძალი ხო თქვენ ანკეტას გადავხედეთ საქმიანობა ოჯახში ფუსფუსი მივესალმებით რატო არ იქნება კარგი დედამთილი აჰა გენაცვალე ჰობი ნარდის თამაში და ხუმრობა რა თქმა უნდა საყვარელი ცხოველი ძაღლი ჩიკო სავარაუდოდ მეზობლის ძაღლია არა ჩემი თქვენი კი ბატონო მივხვდი კურდღლებს ყიდულობ თქვენ მეუღლის ესე დიახ აბა ისე ვერ კლავს და მე მაინც უყიდის კურდღლებს ძალიან კარგი მასში ხარჯავს საქველმოქმედო კურდღლებში კურდღლებს უყიდით ჩემ ხარს. კარგით. იმედია რომ უყიდით კურდღლებს. კი, აუცილებლად. ხო. ოღონ ძაღლი მომაცილო, 9 ძაღლი ყავს და ერთს ვერ კლავს და რა თმინდა ძაღლე. მე უყიდი ყოველ პირეში კურდღელს ამფულით. ოღონ ძაღლე მომაცილოს.
9 ძაღლი ხავს, მაგრამ ჩიკუ არის საყვარელი. ჩიკოს უსვა. ჩიკუ არის განსაკუთრებული. დავიწყოთ, შეგვიძლია. შეგვიძლია დავიწყოთ მეგონი. შეიძლება მივესალმები ჩემს შვილებს, ყველანი საზღვარგარეთ არიან, 3 შვილი, 4 შვილიშვილი, 1 შვილთაშვილი. ყველანი მიყვარს და მენატრებიან. ძალიან კარგია რომ მოსწრებული ქალბატონი ბრძანდებით და ღმერთმა მაგათ შვილიშვილებს და შვილთაშვილიშვილებს მოგასწრო. კარგად იხევით, გაიხარეთ. შეგვიძლია დავიწყოთ. კი ბატონო. წესები ვიცით? კი. წარმატებებს გისურვებთ. 3. პირველად უნდა დავიწყო ჩემ ქმარის ჯინიმ. ვაი მაგასა. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთო დრო. ჯართი პირდაპირ. 3 2 1 ერთღამეს ვეთამაშე ნარდის 60-ით 0 მოუგე. ჩამოიარა მეორე დღეს მეზობლის ბიჭმა ეცინება. იცის თამაში. ეცინება. მასტერ 60-ით 0. ესე იგი, კარგი, 1-0, 5-10, კაი 15-ზე მე სხვანაირ გართობა ვერაფერი მოიფიქრა ჩუაღამეზე ახლა. ინტერესია. 60-ით 0, რა ამბავია. 60 მერე ჩამოიარა მეზობლის ბიჭმა ლობიო ქვია და უთხარ მე ვთხარი ასე იყო წუხელი თქვა და კი მაგრამ ეს ისმარკავებია გამადლები ხელშიო. კარგია, ნიკოლოზ გაიცინა 50 ლარი თქვენია. ვაგრძელებთ ალბათ. კი, რა თქმა უნდა. 3 2 1 სტვანი მყავს ძალიან ახლობელი, ხო და ჩვენთან ბიჭები სვამდნენ და ასე თქვენ თბილისში საყვერი არისო, გადასარევი კერძები კეთდება იქანა. ხო, ამ სვანმა თქვა, კიო, კაცო, მაგრამ მამლის არი გაიო, აბა მე ვთქვა დედას რომ ეს აკმერები ერთი გამაკეთე. როდის უყა დედას აპაი ქონდა იგი, ყვერები. ხო ბატონო. კიდე ბაზარში გაგვიშვა ამ სვანმა. ხო და დაგვიბარა საქონლის ხორციო 1 კილო წამომიღეთ თუ არ იქნეს საქონლის ხორციო ძროხის ხორცი წამომიღეთ რა განსხვავება იყო ახლა საქონლის ხორცი და ძროხის ხორცი მე ვერ გევიდე ისე ნიკოლოზ გაიღიმა ისე ნიკოლოზ გაიღიმა და 100 ლარი თქვენია ახლა შესავალს გუკეთებ პატარა ანუ ვაგრძელებთ ამას და შესავალ კი ბატონო მეზობლის ქალი მყავს რაჭველი ქალია მოხუცებული და ძალიან უყურებს შემომითვალა გამოდი ბოშო მე ლაპარაკე რა იქნება მინატრაო შენთან ლაპარაკე და მეც გავედი ერთ საღამოს და ჩართი 3 2 1 ხო და გავედი ერთ საღამოს ვილაპარაკე ღამის 12 საათამდე და რო წამოვედი იქ ახლა მიდივარ მე ვთხარ მე სახში რეზოიეს თუ მეც ძუძუ პირში არაფერ დაეძინება ისე თქვა და უყურე ბოშო რა ვერ გაუნირებულა რეზოიო ისე გულიანეთი თქვა იმან მართლა დაიჯერა იგაჭირებული ხო ბატონო გაეცინა ამასამე ეგარ არის ღიმილი ეგარ კი გაეცინა გავაგზავნოთ ეგ ღიმილი არ არის ხო ბატონო კიდე მეზობელს გაიქცა ცოლი ხო და ეგ სამიშვილი მიუტოვა და წევიდა მე ამხანახს უთხრა რა იქნება მათხოვიაო ქალი ხო ხედავ ჩემ გამარეობას და რანაირი ქალი გინდაო კაი ნახმარი თუ ლახან ნახმარიო თლა გაცვეთილი ნუ იქნება სიმონ და არდებეც აი ეხლა გაეგინა კარგია 200 ლარიც თქვენია წინოთ 100 ლარი საშუალოდ 25 ლარი 25 ლარი კურდღელი 25 ლარი 25 რო ვაცალი კურდღელის პოლიკი აქვს მოგროვებული აი 8 კურდღელი არის 16 გვინდა? თამაშობ 400 ლარზე. კი, რა თქმა უნდა. 16 კურდღელი გვინდა? გვინდა. ვაგრძელებთ. შესავლის გარეშე. კი. 3 2 1 ერთ საღამოს ზივართ ჭამთ ვახშამს და რეზომ თქვა, წავალ ახლა ტყიბული შახტაში დავიწყებ მუშაობას, მე ვარ ნამუშევარი და ვიციო. კარგად რო გამეიბესკნა მე თქვა ეგ. ხო და ისევ მე 50 წელზე ქეგავალ პენსიაში და ამ დროს 74-ის კი არის და დავიწყდა ის 74-ის რო იყო. 50 წელზე რო ის იყო 74-ის კაც გადიოდა პენსიაში. კიდო ბაგდონ ხო სანადიროდ რო წევიდა რა ქენი ბიჭო ვერ მეიყვანე კურდღელი მაგეთ იყო და რაფერ ვესროდიო რაფერ დაინახა ტყეში მაგეთ იყო თუ რაცხა იყო ხო გადოუღო იქინა თუ რამფერ იყო ერთი მისი საქმე გამაგებია ნეტა კიდო ხო მე ფარჩხებში იყო კიდო კურდღელიო მე ბურდებში იყო ახლა 100 ვარც არ იმგეიყვანს მე ვთხარი მაშინ ტყეში და როის ახლა უნდა მოკლა აფრაფერი იქნება ამასობაში უნდა გეიცნო თუ რა მე ან მენძრე ვამერხევ საქმეა სიკი იცმინა ნიკოლოზ მეიცინა წასკდა არ მომეწონა წასკდა ბოლო წამები იყო წუთი თავდებოდა მაგრამ ფაქტია რომ გაეცინა 400 ლარი თქვენია გიოსო კარგი გაგახარა წინ 1000 ლარი არა შევწყვიტოთ არ გადაფიქრეთ არა ანუ 400 ლარს დავჯერდეთ თქვენი მარტო კურდღელზე დადის ბატონო დასაბურებული 400 ლარი
კარგად განგებოდი, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ ამ ხანაზე. ესე იგი მე ჩემთან გადაეცით ბატონეზოს კურდღელზე ხოდათი სანადიროთ ახლა დიაროს დათვზე. მაინც ვერ კლავს ვერც ეს და დათვზე მაინც ვიღავ ვითქვის. კი, ხულები ქეხება, კი. აიღოს. კარგი დათვზე ტახზე ზებრა 300 ლარის მეტი აღარ მქონია, მაგრამ კაი ჩემს დავამატებ. 100 მე რომ იცი. გაიხარეთ ამ ხანაზე იცი. გაიხარეთ საგაზაფხულო. ძალიან კარგი გადაცემა, გააცინე და მოიგე. გააცინე და მოიგეში მოვიგე 400 ლარი და ამის წინ ისეთი კიდე საჩუქარი გამიკეთა რუსთავი ორმა, მე არ ვიცი. ავერსის გათამაშებაში მოვიგე 10000 ლარი და ეს რუსთავი ორმა მაცნობა, ეს სასიხარულო ამბავი კიდე. ახლა ბატონი იცი და გეთავდება. კარგი იყო, ხიარული ქალბატონია, ნამდვილად. ნახოთ აბა შემდეგი მონაწილე რას იზავს. შემდეგი მონაწილე ვახტანგ გამეზარდაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, მოგესალმებით ყველას და ღიმილი ერთმა მოგწევთ სახელზე. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. პროფესიით პედაგოგი ვარ, ისტორიკოსი. ძალიან კარგი. საქმიანობა გიძერიათ ძალიან საინტერესო. პენსიონერი, ну ეს გასაგებია რომ პენსიონერი ზანდები. მუქთამჭამელი. ანუ პენსიონერი მუქთამჭამელია, ასე იგულისხმება, ხო? საყვარელი კერძი ხაში. რა თქმა უნდა, არყით. დღეს ხაში საერთაშორისო დღე ხوارა, ვინც მოვიდა. ყველას ხაში. საჭმელზე, ნუ, რა. მოგები შემთხვევაში რაში გამოიყენებ. თანხას ვიკეიფებ. მეგობრებთან გავიხსენებ ახალგაზრდობას. შვენიერი. შვენიერი გადასარევი, კარგი. შვენიერი მიზანი. იდეა ბატონ ვახტანგს. რა ვიცი 1000-ს თუ არაფერი ეგ დასამატებელი, შეგვიძლია დავიწყოთ, შეგვიძლია დავიწყოთ. აღარა შესავალს გავაკეთე. კი ბატონო, წესები ვიცით, ხო ბატონო ვახტანგ რაც თავარი? ბატონო? წესები ვიცით. კი, წესები. კარგია. გაიცინე და მოგებაში უნდა გავიდე მეთქი, უთხარი მეგობარს ლუზე ფული რომ დამაგდა. შენ არ ავიძეს რა გააცინებს ბიჭო, რომ დადის ანეკდოტები შუა თავიდან. მირჩია რამე ორიგინალური მოიფიქრებ და დავწერე რაღაცები. თუ გაგაცინეთ ხომ კარგი, თუ არა და ბაბუაჩა მოროქნა მეც იმას ვიზამ. ადგები და წავალ სახლში. ჩავთო დრო. ეიცა მაიცა. ეხლა ჩავთო. ეხლა ჩავთო. 3 2 1. ქალაქის არიფმა მამლებმა გაითვალისწინეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და კიბერ 9 საათზე იწყება. ჩაინეკას იმ ხელაზე დააცევინა ცხვირი, რომ ბანუ ჯავახიშვილი შეისაგან ახტა და ტრუსიკის რეზინა გაუწყო. მერე ნიკა რამიშვილმა დააცევინა და რუსთავი ორში დენი გაითიშა. სვანს კითხეს, ცოლი მეხუთე დღეს ატომ გაუშვიო, ქალიშვილი არ იყო. მერე და იმავე ღამესვე გაგეშვაო, იმ ღამეს ქალიშვილი იყო, მიუგოსვან. მარო მაფიაკის აბრაზე გველშემოხეული თასი რომ დაინახა ქმარს კითხა, ეს რას ნიშნავს? რა, არ გაგებინო? სათნო ღიმილი დამთავრდა. სათნო ღიმილი, კეთილი ღიმილი იყო შენს სახეზე. ასახო. კარგია, ნიკოლოზ გაიღიმა 50 ლარი თქვენი. ვაგზელებთ თამაშს. დიახ. მაშინ მოვემზადოთ 3, 2, თათიას სახე, 3, 2, 1. მარო მაფიაკის აბრაზე გველშემოხეული თასი რომ დაინახა ქმარს კითხა, ეს რას ნიშნავს? ვერ მიხვდი ქალო იჩემისა დედაშენია ჩაისვამსო. მიუგო მიხო. სვანს კითხეს რა გვარი ხარო, 220-იანი, ეს როგორი გვარიაო? დედასა მამაც ასათიანი მიყვანან. ილიგო ჩიგოგიძე უყვება ზურიკელას. რაეშმაგი და მალყვარა ყოფილა ეს მელა, რო დევინახე ჩაუსაფთი, დოუმიზნე, ვესროლი, მოკალი, მივედი და საწყალი მურადარ აღმოჩნდაო. ლოც კითხეს, ხვი რატომ გავს დასჭებულიო, წუხელ რესტორან ყაზბეგიდან ამოვდიოდი და ვიღაცამ ფეხი დამადგაო. მარო ეძახის მიხო, ჩქარა ადე კაცო, გერს 2 ცხვარი დაუგლეჯიაო. მე პოსტალიონი ვარ, შე ჩემისა პასერკი გავუგზავნო, აბრაზდა მიხო.
ბოლო წამი 59 წამი ნიკოლოს ჩაეცინა. ნუ ეს დავაკეთე. ჩაეცინა. ბატონო ვახტანგ, არ შემიძლია არ გირჩიოთ. 100 ლარი თქვენი ამას გილოცავთ, მაგრამ ყველა ანეკდოტი რომელიც თქვენ თქვით, ნიკოლოზმა იცის, იმიტომ რომ პირსაც აყოლებდა და ამთავრებდა თქვენზე ადრე თითქმის მიმიკითაც, ჟესტიკულაციითა და ასე შემდეგ. ჩემი რჩევა არის, იქნებ დავჯერდეთ 100 ლარს. თუ ანეკდოტებია, რა ვიცი, საშიშია. ვაგძელებთ? არ გვეშინია და ვაგძელებთ. კი ბატონო, 3 2 1 იმერეთში ყურმოყრული დიალოგები. ჩიტოია უნდა თქვას, ბეჭა, ბავში გავზარდებო. 5 თუმანი ნაღირა თუმი ნიკაიას ერთი გაფხუკუნებ. ამას წინებზე დავინახე, ზესტაფონში მანქანა უყიდია, მაგრამ რა უყიდია. რატო არ იყიდა, შეკალო, მთელი ბიუჯეტი მაგის ხელში ყოფილა. თლადები კაცი რომ არ ლოყებ დაბიჟვინებული ფულების მინისტრი. იმას ჩუბარებია სეიფი, უთქვავს, ნიკაია, შენ ჭამე და მეც მაჭამეო. ხოდა აბსურდურებს რაფერს უნდა ფულებს ნიკაია არაბიძე. გეიგე ქალო 5 ადგილზე ქონებია ბინა თბილისში, ქუთაის და თერჯოლა კიდე სხვა. ჩვენ კიდევ ველოდოთ პენსიის მომატებას, ისე არ უდგა ბიძინიეს გვერდები. ყველების თქმაში ბიზიაშვილი რაჯობე ბიზინას დაპირებები რომ ნახავთ თვითონაც ბევრი იცინა. დავით ნარმა შენ კაი საზოგადოებაცი ყოფილ ხარ, ხო იცი 5 ადგილას ხუთიბინა გაქვს. ძალიან ცუდი, მაგრამ ერთი წუთი ამოიწურა. ერთი წუთი ამოიწურა. შოქშია თვითონ ნიკოლოზი თავისი ქონება, ის სახწერა რომ დავიწყეთ, რამდენი ქონია არც იცოდა. მე ვამბობდი რომ მსგავსი იუმორი არ ჭრის ნიკოლოზე. მე ხო ეს ვიცი უყურებ უკვე რამდენი წელია მეორე უკვე და სამწუხაროდ თქვენ შეგეძლოთ 100 ლარი მოგეგოთ, მაგრამ გარისკეთ და დამარცხეთ. არა უშავს უღმესი მადლობა რომ მოგზანდით, აპლოდისმენტებით გავაცნობთ. შეიარი გადაცემა არის, გაიცინე და მოიგე, თუნიჭიგა გამოჩნდება ყველაფერი ამ გადაცემაში. ყველას უსურვებ მონაწილეობა მიიღოს ამ გადაცემაში და საჭირო თანხა მიიღონ გამარჯვებული. აი ხუთიბინა და კაი. არა და ერთი ვიცოდით ყველამ. ყველამ ერთი ვიცით. საინდა ეს ახლა ყველა ეს ხო ახლა ეს ხუმრობით თქვა ადამიანო მართალია, თუმცა ამას ბევრი ასე არ გაიგებს. თუმცა ვიღაცამ დაიჯერა რომ შეხუთიბინა გაქვს. კი. ეს გამიგონია მე ესეთი რაღაცა. გაგიგონია ხო? კი. ნიკა არაბიძესო ბაზრო ბები ქონიაო. ერთი კი ბი მინიმუმ 2 ხო არის. 2 ხო არის მინიმუმ, კი. დავდივარ ამ ბაზრობაზე რომელია ჩემი ვერ გავარკვე ვერცა. არავინ წილში არ მსვავს. მაგეროს შეფია. ყველა ბაზრობაზე ვიყავ არავინ ცოტა ხო ქსიამოვნებს. სადღაც იმ წუთში კი ქსიამოვნებს. კარგია. მოდი გადავიდეთ რა სიტყვის შემდეგი მონაწილე შენზე. ან რა ვიცი ზოგადად, ნახოთ. რატი ფირცხალიშვილი. აპლოდისმენტები. ემაპატიეთ ფირცხალაიშვილი. რაიმე. გამარჯობა. 13 წლის. 13 წლის. ფეხბურთის თამაში გიყვარს. რომელი პოზიცია მოგწონს მაინც შემდეგი მეკარე ნახევარმცველი. ბავშვობაში მეც მეყარდა. თქვენი მეძე ვართ. იქნება რაიმე. მოგებ შემთხვევაში რაში გამოიყენებ თან? გააჩნია რამდენს მოვიგებ. სორია. აი, დაუშვათ მოიგე 400 ლარი. ტელეფონს 200? ნაკლებად კარგი ტელეფონი. უფრო ნაკლებად კარგი ტელეფონი. ანუ ტელეფონს ყიდულობ მოგები. შეიძლება არ ვიყიდო, რა ვიცი, ნახოთ. 1000-ად ტელეფონსაც და სხვა რამე. თუ მოიგე 200 ლარი რო იცოდე, მე ვყიდი იაფად ტელეფონს. მერე ვილაპარაკო. ცალკე. აქვე იყიდი, აქვე მოგემსახურება ნიკა. ძალიან კარგია რატი რომ გადაწყვიტეთ ჩვენთან მოსვლა, გინდა რომ გავგვაცინოთ ჩვენს დამსწრე საზოგადოებას და მთელი საქართველოს. ნახოთ აბა ერთად როგორ გამოგვივა ეს ყველაფერი. ნახოთ. აბა შენ იცი რა. რატი წესები ვიცით? შესავალი თუ დავიწყო? აი, დაი. 3 2 1 რა არის ახლა ეს? ეს გოშაქაურება. 2 წელია რაც დასახლეთ და უკვე ნაგვის უნდა დაქციეს ეს ქალაქი. აი შეიძლებოდა აქ მაგის თქმა, შეიძლება რიტორიკა შეცვალე. ეგ აქამდე რაც ჭამეთ, იმისი ნაჩენებია.
კარგია. კარგია. ერთად გაეცინა ჯურის. არის მასში რაღაც. რაღაცა არის. ნახოთ როგორ გაგძელდება ახლა ეს ყველაფერი. 50 ლარი გაქვს, ვაგძელ. 3 ახალი რამე. 2 1 მადიდა რომ ელაპარაკები, ჩამოდი და აქ ეზოში და აქ მელაპარაკე. ჩამოვალ, შეგაგონია ვერ ჩამოვალ, ახლა ვერ ჩამოვალ. დამაჩადე ცოტა ხანი დამაჩადე და მის ნაცვლად ჩამოდის ღარიბაშვილი. აგე ხო ჩამოვედი, ვერ ჩამოვედი. ეს ვინ არის? მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაგვტონება და ჩამოგვიშვა ძირის. შენი შუეში ხარ, მე იმას ველაპარაკები. თქვენ ერთი დაიმახსოვრეთ. ბატონ ბიძინას გამხურებელი ადეკვატურად ჩემი გამხურებელია. ჩემი გამხურებელი კი სენსიტიურად არის ბატონ ბიძინას გამხურებელი. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი, მადლობა კი ამდა გადამიხადო, უნდა ამომიხადო, ზევით ვარმე, ზევით. ჩავიდები ახლა. კარგია, ეს არის ქერის უბანი. თუ არ ვცდები, ხო? რომელი სერია ზუსტად არ მახსოვს? სერია მეც არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია რომ მე მგონი პირველი სერია, მე მგონი. ძალიან კარგია, 100 ლარი შენია. ჟიური იცინის ჯერჯერობით. ვაგზელებთ? ფანრიან ნოკიაზე უკეთესი მოგდის. უკეთე კი ის, რა დროს ჩავრჩით მე და 100 ლართ იცი რა ტელეფონებია? სერიოზული, ხო? სერიოზული. ვაგზელებთ. 3 2 1 გამარჯობათ, მეორე თავი ერთია, მე ჯერი მარახით ბოდუა. გავაკეთე წუთი რომ დამითმოთ. პატარა, გაიცინე პატარა. გაიცინე თორე დაგაჭირ წარმები და ყურეზე ჩამოკიდებ. ისიც მე რამდენიმე კომპლექსი მაქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ ეს იღებს ყველა. მოდით მე ვიტყვი ერთ საათზე გზელოს. ის დაიბადოს, გაიბადოს და გამოიბადოს და კაი თვალი შემოხვედოს, ყველას გავმარჯოს. ეხლა ხანს მომივიდა ტელეფონი ჩაკაბეჭილი ვაშლის რაა და ზუსტადაც ახლა სუსანა მირეკავს. სი სუსანა? ალივერტა სუსანა, სუპერ კესტედო, კესტამ ამერიკანო სუსანა. სი სუსანა, სი, ამორი. სი სუსანა. გავს ტელეფონი ჭირდება 4-ად დაიშალა ვერ. ამოიღო და 4 ტელეფონი გახდა. კარგია. ტელეფონი ჭირდება და ნახე როგორ ტელეფონი მოიღო და ჩემ ტელეფონში მოვიდა და გავეცი ჭირდება დაწყდება ყველას. ნახო. ხო. ნუ ფაქტია რომ 200 ლარი შენია. მაგრამ არ შემიძლია არა აღნიშნო რომ ეს პაროდიები უკვე აქ აქვთ ამ ადამიანებს და უნახავთ არაერთი შესრულებით და არაერთხელ. ასე რომ კარგად და არც მაცადავ წვეთა. დაშინება არ მინდოდა, იქნებ რამე სხვა გაქვს. არა, წვეთ. ანუ 200 ლარზე არაბიძის ტელეფონზე შევთანხმდეთ, ხო? 200 ლარზე. კიდულობ. კიდულობ. ნიკოლოზ გაგაკიდინა 100 ლარი. ბოლო თან. კარგია. გაიგო სეიფი. გადავწეთ 200 ლარი. აი შენ და ტელეფონს რასაკეთე გამაგებია. აბა, მეთქიერა. აპლოდისმენტები გავაცილე. ძალიან კარგი გადაცემაა, ყველას ურჩევ რომ მოვიდეს ამ გადაცემაში და მოიგოს ბევრი ფული. ძალიან კარგი გადაცემაა, კიდევ ერთხელ ვიტყვი და მადლობა ყველას. კარგი მოზარდი 13 წლის ახალგაზრდა მოვიდა, ნუ ახლა ამ ბავშვს ბევრი მუშაობა ჭირდება, თუ კი უნდა გახდეს იუმორისტი, რა თქმა უნდა, პაროდისტი, ასე, მაგრამ მაინც ნორმალურად გამოვიდა. შვენიერი. თავის დროზე ხელის მუხრუჭიც კარგად გამოიყენა, წაიღო 200 ლარი. რაღაცას შეარჩევს. დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ. ნახოთ შემდეგი მონაწილე რას იზრდება. ნახოთ. ლელა სანამაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა კალბატონი. დაგლოცოთ. სალოცავებმა მთისა და ბარისამაო. ცხეთაში სვეტი ცხოველმა თბილისში სამებამაო. გაიხარე და გამრავე. გაიხარე ხალხო. გაგჩათ ფული ბოლო მონაწილეობა. ფული გააქვთ კიდე. შეხედე? არის? არის. ბევრი. მე 26 ლარი რა. რაღაცა 26 ლარი და 26 ხალხო კალბატონო ლელა. თქვენ გვაცინეთ. მოგესალმებით. განათლება გაქვთ უმაღლესი, გპი აქვს დამთავრებული. მაგდროს გიხარია მე? ხოლმე. კი. ძალიან მიხარია. საყვარელი ცხოველი, ვირი და ზღარბი. ხო, ძალიან მაინტერესებდა მეც, რა შეხამება ახლა ვირი. მე ძალიან განსხვავებული. რატო ვირი და არ არის განსხვავებული. ვირი არის მშრომელი.
ზღარბი არის უწყინარი, არავის არაფერს არ უშავებს. უწყინარის რა გითხრათ? აბა ერთ ცოტა ცუდად დააჯდია ხელი დაადოა ფეხი ის თავის დაიმალება ვის რას ერჩის, ნუ შეეხები, ის არავის არ ეხება. ნუ მაშინ ეგრე გასაგებია. ნუ ესე ამ პრინციპით ავარჩიე. ამ პრინციპით საქმიანი ზღარბი უწყინარი. საყვარელი კერძი ხაშლამა რომ თამთამებს. რაშება? აი ხაშლამა, ესე წარმოიდგინე რა წარმოიდგინე ეგეთი სიტუაცია. ხაშლამა რომ ასე უწერე, ხაშლამა რომ თამთამებს. სიმართლეა რა ვქნა. აი ლანგარზე როდეს და ხო დადებენ ცოტა და აი ესე რომ შეირყება. აბა რო იფსქნება ის რა ხაშლამა. რო შეირყება და გვერდიდან უნდა მიაყარო მარილიას გვერდიდან და რო შეადნება ეს რო შეადნება. მოდი რო შეადნება ეს მარილი და ბავშვი არის მშიერი. წვადი წალამზე, ახლა მწვადზე ვილაპარაკოთ რა წალამზე. საყვარელი სადღეგრძელო. უთქმელ ნათქვამს და ტკივილამდე მონატრებას გაუმარჯოს. სხვათა შორის ისეთი თემებზე ვისაუბრეთ, ჰობი, სხვა რო ქონოდა ამ ქალბატონს ძალიან ბუნებაში კარგი კეიფია. აბა რა. სანამ ბუნებაში გავიდოდეთ და სტუდიაში ვართ, მანამდე მოდით ვიკეიფოთ იუმორით. დავიწყოთ კეიფი. დავიწყოთ ქალბატონები. ერთ შესავალს გავაკეთებ. წესები ხო ვიცით? კი. თავარი იგებს კი. ეს ყველაფერი ისტორიები არის ცოცხლად, ესე იგი და ყველა არის წასული. და მაპატიონ იმ ქვეყნად თუ მე ახლა იმათ შევეხებ, მაგრამ ალბათ საჭიროა ასე რა. ჩემს სოფელში საგარეჯოს რაიონიდან ვარ, ხაშმიდან. ეს ყველაფერი არის რეალური ამბები. საფერავია გადასარევი. კი ბატონო. ხო და ეს ყველაფერი მოხდა რეალურად, ესე რომ მოგონილი აქ არაფერი არ არის, ყველაფერს ვამბობ ის რაც მოხდა და იმ დროს ცოტა ერთს კიდე ვიტყვი, ცოტა მომრავლებული იყო ეს ცოტა მოგიჟო, მოსულელო ისინი და იმათი ისტორიებია. ხო, საინტერესოა. ჩავთო დრო. კი ბატონო. 3 2 1 ჩვენ სოფელში ესე იგი ცოლქმარი ცხოვრობდა და ერთი ქალი იყო ყრუვი და მეორე კაცი იყო მშრომელი რამე და ერთი დღეც არის ეს კაცი წავიდა ვენახში რთველი აქვს და ამან დადგა ეს მურაბა მოხარშა ლეღვის მურაბა ხო და ეს თავის საქმეს აკეთებს ამან ლეღვი მოხარშა და რომ მოხარშა დადგა გარეთ გასაციებლად ხო ამ დროს სკოლიდან მოვიდნენ დამშეული სამსამი ბიჭი ყავს ესე იგი ცოტა რიჟა თქვენ გავ და ამოჭამეს ეს ისინი რა ქვია ლეღვები ამოჭამეს ლეღვები და მოვიდა ახლა საღამოს ქმარი და წანწკურას ეძახდნენ და ჩაიხედა კაცო აღარაფერი აღარ არის და ეხვევიან ბუზები ფუტკრები მოვიდა და ეუბნება ყრო რა გიდგა იქა არაფერი ლეღვის მურაბა მოხარშე მე შენი დედის პაჭანჭურები ლეღვი არა ვინდოდა რომ ის არ გეთქვა და პაჭანჭურები გეთქვა მაგრამ წამოგწდა რა ვქნა არა უცბატური სიტყვები მაგრამ არ გამოდის სხვანაირად ისე რომ შემიძლია რა ვქნა უხდებოდა უხდება განაგა იკითხა ბატონო იკითხა კარგი ნუ ის დავამთავრო და გავიგება რა უთხრა რა უთხრა და ამან უთხრა რომ სად არის ლეღვიო და უი სვიმა გაისულია შენი დედის პაჭანჭურებიო ლეღვი გაუვიდა და წვენი დარჩაო ო აი 50 ვარ თქვენია პირველივე ისტორიაზე ვაგრძელებთ ამას ვაგრძელებთ აბა 3 ყველაფერს არ უხდება ესეც მინდა თქვა 3 არა აღარ ვიტყვი 2 და 1 ჩემი ნათესავი კაცი არის და ეს როდესაც ახალგაზრდა იყო და უშუქობა იყო ხოლმე თორმე დედამისი და თვითონ კარტს თამაშობდნენ და ერთხელაც აუწყდა თავის დედას რომ დედი მოდიო რა კარტი ვითამაშოთო და კაგრა ზამთარია და თან გახურებული ფეჩე და რაზე ვითამაშო ჩვილო და რაზე ვითამაშო გამურვაზეო და კოჭის ზაფით ესე იგი დაადებდნენ ანახშირზე და მურაბდნენ ერთმანეთს ითამაშეს ერთი 10 ხელი წააგო ესე იგი დედამისმა დაამარცხა აღარ მინდა შვილო დავიღალე არა დედი დაიცა ცოტა ხანი ერთიც მეთამაშეო გაგრას ითამაშეს ესე იგი მე-11 მე-12 ხელი ადგა და ესე იგი მართლა მოუგო დედამის აიღო ამან გამწარებულმა ესე იგი ეს გაცხელებული ნახშირი დაადო შუბლზე ამ დედამის ხო და ვაი და გაზის ბოლი და ესე იგი მწვადის სუნი გაუვიდა და შენ რომ მურამბი კარგი იყოო ხო აბა დრო გავიხედე სერზედაო ბუთქუნაზის ცხენზედაო ძალიან ცუდი თითქმის გაეღიმა ნიკოლოს მაგრამ იმას ღიმილად ვერ ჩავთვლიდი სამწუხაროდ არა და რაღაცა მხიარულად მიდიოდა ეს ყველაფერი რამდენი ისტორიები მქონდა არა და სწორად რო დაგველაგებინა ალბათ ჩემი აზრია სწორად რო დაგველაგებინა სიძლიერის მიხედვით და ცოტა სწრაფად მოგვიყოლა განსაზღვრე ბოლოში
კი ბატონო, მე ერთი ხო, მინიმუმ ორი ისტორია მაინც უნდა მოვასწროთ, იმიტომ რომ ერთში შეიძლება ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ძალიან სასაცილოა, ან მინიმუმ მაინც ორი უნდა მოვასწროთ, რომ მოყვეთ ვაიდა ერთმა არ გაამართლოს. ვაიდა არ გაამართლოს. მართალი, ქალბატონელა, უღრმესი მადლობა რომ მობძანდით, სამწუხაროდ დღეს ესე დამთავრდა, მაგრამ კიდევ გვესწრებთ. აპლოდისმენტები გავაცნობთ. აგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორს რუსთავიოს, ყველა სიურის წევრებს. მართალია დღეს არ გამიმართლა, მაგრამ არც ძალიან ვიყავი დარწმუნებული, იმიტომ რომ დროში უნდა ჩაეტიო და მე ვეღარ განსაზღვრე დრო. ამიტომ ვეცდები კიდევ მოვიდე. ნახოთ რა იქნება. და ყველა გამომცვლეს კიდევ ამის მერე და ვინც იქნებიან მოგებას ის. დღეს მე მინდა ვთქვა, რომ თათიას არ გაცინებია. სამწუხაროდ. არა და როგორ შემოვედი ხო იცი? არა ხო, თან უფლებაც მოგეცით რომ გაეცი რამდენიც გინდა ფულებიო და არც ერთხელ არ გაკინე. შემოვედი ისე რომ ბევრი თანხა მინდოდა რომ გამეცა, მაგრამ რატომღაც ვერ ვიციდე ისე როგორც მე მინდოდა. ხო, რაღაც დამაკლდა და რა არ ვიცი. მოდი აი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. რა სიტყვი ნიკოლოს? რა ვიცი, მე ტრადიციულად დავიწყებ იმით, რომ ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ. გამოსვლებიდან, რა თქმა უნდა, გამოსვლებიდან დაწყებული თითოეული ჩვენთაგანი დამთავრებული, რა თქმა უნდა, ტელემაყურებლებს. დღესაც ავიცი, ჩემი აზრით, კარგი გადაცემა იყო. მე როგორც ყოველთვის გამოვყოფ რამოდენიმე ადამიანს, რომ პირველ რიგში 13 წლის რატის მინდა მადლობა უთხრა კიდევ ერთხელ და კარგია რომ ახალგაზრდა ბიჭი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, უყვარს იუმორი, სპორტიც და ყველაფერი ერთად. ძალიან კარგი. და აგრეთვე მინდა ქალბატონი ნორა გამოვყო, რომელიც რაღაც ენერგიული ქალბატონი იყო ძალიან, კურდღლების ფულიც მოაგროვა. წაიღო და იმედია მინიმუმ 1-3-4 თვის მარაგი კურდღლების ეკნება მის მეუღლეს, რომ თავის ქუჩაზე რო გაივლის ნაყიდი კურდღლით დაბრუნდეს ჩამოკიდებული კამარზე მეზობლებსაც სახში. კი ბატონო. კი ბატონო. ათიანას დაწყდებათ გული. რა ვიცი, დიდი მადლობა ყველას. რაღა დავამატო მეტი. მოდით რაც შეიძლება მეტი ისტორიებით რომ ვიცინო. დღეს თათია მოწყენილი დავტოვე. დღეს რაღაც მოწყენილი უნდა წავიდე ის. ჩვენ გვაპატიეთ თათი ამას გამოვასწორე. მე რა დავამატო? მადლობა თქვენ რომ ხართ ესეთი ობიექტურები. მადლობა თქვენ რომ ჩვენთან ერთად იყავით. ერთი კვირით დაგემშვიდობებით. როგორც მივხვდით, არც ასაკი, არც სქესი გადამწყვეტი არ არის. გადამწყვეტი არის იუმორი. ერთ კვირაში აქ შევხვდებით. ნახვამდის. We'll be right back.